დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია, შესწორ ენაზე თარგმანი. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის ცხოვრების წესზე და ყოველთვის ვსვამთ კითხვას, რატომ ვირჩევთ ცხოვრების წესს და მით უფრო რატომ უნდა ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის ჩვენი გაცნობიერებული არჩევანი, რომელზედაც ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, გავლენა იქონიოს ჩვენს დღეგრძელობასა და ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. და აი ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვის ჩვენს ჯანმრთელობას, რომელიც რასაკვირველია, შეგვიძლია ძველი განმარტების თანახმად წარმოვიდგინოთ როგორც ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა და ამავე დროს გავითვალისწინოთ ჩვენი ემოციური ჯანმრთელობა, გარემოს ჯანმრთელობა და ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა. კეთილდღეობასაც სწორედ ასეთივე წახნაგები ექნება და მიაქციეთ ყურადღება, რომ მენტალური ჯანმრთელობა ყველა შემთხვევაში საგულისხმოა, ისევე როგორც მენტალური კეთილდღეობა. ამას ადასტურებს უკვე 8 კომპონენტიანი განმარტება, სადაც რასაკვირველია, გათვალისწინებულია ჩვენი ეკონომიკური ჯანმრთელობა, გათვალისწინებულია სამუშაო გარემოს ჯანმრთელობა, მაგრამ არავის შეუძლია ამ ჩამონათვალში მენტალური ჯანმრთელობა და მისი მნიშვნელობა. ამას დღევანდელ თემასთან კავშირში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვემზადებით ამა თუ იმ თემის გასაშუქებლად, ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. ეს განსაკუთრებით გვაინტერესებს, როდესაც მენტალურ ჯანმრთელობას ეხება საკითხი და დღევანდელ გადაცემასთან ერთად ჩვენ მოვამზადეთ გამოკითხვა, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან თვალსაჩინოდ წარმოაჩენს იმ მდგომარეობას, რომელიც უკავშირდება საზოგადოების დამოკიდებულებას ფსიქიკურ დიაგნოზთან მიმართებაში. არის თუ არა ფსიქიკური დაავადება ჩვენ საზოგადოებაში სტიგმა? აი ეს კითხვა დაუსვით ჩვენ საზოგადოებას და მიაქციეთ ყურადღება, როგორ გამოიყურება გამოკითხვის შედეგები. დიახ, სწორედ გამოკითხვის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ საზოგადოების 67% ადასტურებს, რომ დიახ არის სტიგმა ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებით. 21% ბრძანებს, რომ მხოლოდ ნაწილობრივ არსებობს ასეთი სტიგმა, 8% თვლის, რომ სტიგმა არ არის და მხოლოდ 4%-მა უპასუხა კითხვას არ ვიცი. რასაკვირველია, უმრავლესობა თვლის, რომ სტიგმა არის და ჩვენ არ დაგიმალავთ ამ პასუხსაც ველოდებოდით საზოგადოებისაგან და ალბათ არავისთვის არის გასაკვირი, რომ ასეთი გამოკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე კიდევ ბევრი გვაქვს ჩვენ სასაუბრო და ფსიქიკური დაავადების შესახებ არაერთი ინფორმაცია საზოგადოებისათვის გასაზიარებელი. ასე ვიქცევით ჩვენ სისტემატურად და ასე მოვიქცევით დღესაც, როდესაც გაგახსენებთ, რომ 24 მაისს მთელმა მსოფლიომ შიზოფრენიის საერთაშორისო დღე აღნიშნა. შიზოფრენიის ცნობადობისათვის დაწესებული ეს დღე არის მხოლოდ საბაბი, რომ დავფიქრდეთ ამ დიაგნოზზე, რომელიც ძალიან მძიმე სოციალურ ტვირთად ექცა თავად დიაგნოზის მქონე ადამიანებს და ოჯახებსაც. გასათვალისწინებელია აგრეთვე ისიც, რომ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ არა მხოლოდ ერთი დღე დაუთმო ამ საუბარს, არამედ მთელი კვირა არის მიძღვნილი შიზოფრენიის მიმართ და გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა, რომ სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ცნობადობის მეტად გაზრდის საჭიროება და დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ცნობადობის თვეზე, რომელიც მთლიანად შიზოფრენიას უკავშირდება. დიახ, დღევანდელი ჩვენი საუბარი არის მხოლოდ საბაბი, რადგან მიზეზი არის შიზოფრენიის მიმართ და დიაგნოზის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. თუ არ აქვს ამ დიაგნოზს განსხვავებული აღქმა, თუ არის ეს დიაგნოზი დღევანდელი საზოგადოებისათვის და სამედიცინო საზოგადოებისათვის განსხვავებულ ჭრილში ცნობილი, რა ვიცით ახალი ამ დაავადების მართვასთან დაკავშირებით? აი ამ კითხვებს გავცემთ პასუხს დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ჩვენ სტუმართან ერთად. მე უკვე გითხარით, რომ 24 მაისს მსოფლიოში სამედიცინო საზოგადოებამ განსაკუთრებული მზრუნველობით ისაუბრა ერთ კონკრეტულ დიაგნოზს.
და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ საზოგადოებას მიუხედავად იმისა, ეს თარიღი დღეს არის თუ უკვე განვლილია, შევახსენოთ რამდენად მნიშვნელოვანია კალენდარში ცნობადობასთან დაკავშირებული ნებისმიერი აღნიშვნა. ეს ნიშნავს, რომ ვიცოდეთ პრობლემა, გავითვალისწინოთ ეს პრობლემა და შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ როგორც საზოგადოება შიზოფრენიასთან დამოკიდებულება როგორი გვექნება, ბევრად არის დამოკიდებული თავის მხრივ იმაზე, რა ვიცით მის შესახებ და ამიტომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ექიმი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი გიორგი ნანეიშვილი. დილამშვიდობისა ბატონო გოგი. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა, დღეს მე ვისარგებლებ შემთხვევით. ვიცი რომ ამის შესახებ თქვენ არც ვიტყოდით და სხვაგვარად არც მომცემდით იმის უფლებას რომ ეს მეთქვა, მაგრამ მე უნდა ვისარგებლოს შემთხვევით და მოგილოცოთ წელს თქვენ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდით და ნამდვილად ძალიან სასიხარულოა და რაც თავარია ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის რომ კიდევ ერთხელ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საზოგადოებისათვის რაც შეიძლება ფართო ასპარეზიდან ვისაუბროთ. როდესაც შიზოფრენიაზე ვსაუბრობთ, რა არის შიზოფრენია? ძალიან და არის თუ არა საჭირო რომ ვისაუბროთ ამას? მე მგონი საჭიროა, იმიტომ რომ ფაქტიურად თუ შეიძლება ასე ვთქვას, ფილოსოფიური ისტორია ფსიქიატრიისა შიზოფრენიასთან არის დაკავშირებული. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ისტორიას. პირველი ემილ კრეპელინი 19 საუკუნის ბოლოს ძალიან ცნობილი გერმანელი ფსიქიატრი, რომელიც ნოზოლოგიურ პრინციპს ნერგავდა ფსიქიატრიაში, მან 4 დაავადება, რომელიც თავდებოდა ერთი გამოსავლით იმ დროისთვის, თქვა, მორელის დემენცია პრეკოქს, მანიანის ბოდვითი აშლილობები, კალბაუმის კატატონია და ჰეკერის ჰებეფრენია გაერთიანა ერთ დაავადებად და უწოდა დემენცია პრეკოქს, ანუ ნაადრევი ჭკუასუსტობა. და ძირითადი მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს დაავადება სხვადასხვანაირად მიდის, ძალიან პოლიმორფულია კლინიკა, მაგრამ თავდება თავისებური ჭკუასუსტობით, აპატო-აბულიური ჭკუასუსტობით და ამიტომ ამ დაავადებას უწოდა დემენცია პრეკოქს. და თქვა, რომ ეს დაავადება არის ენდოგენური, ამიტომ ჩვენ არ ვიცით მიზეზი ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, სხვა შორის არც ამ ეტაპზე არ ვიცით, მაგრამ 100 წლის წინათაც არ ვიცოდით და უფრო მეტი. ამიტომ დაარქვა ენდოგენური დაავადება. და თქვა, რომ შინაგანი მიზეზებით. ხო, რაღაცა ანუ გარეგანი მიზეზები აშკარად არ არის. დიახ. არის როგორც ჩანს შინაგანი. მაგრამ შემდეგ მოხდა ძალიან საინტერესო, მე ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ამაზე დიდი დრო არ დავგარდოთ. შემდეგ მოხდა საინტერესო ამბავი, თქვენ იცით, რომ ფროიდის იდეები შემოვიდა და ფსიქიატრებში განხეთქილება მოხდა, ახლა დიდი ნაწილი მაინც არ უჭერდა მხარს მას. მაგრამ იყო ერთ-ერთი ძალიან ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი, ბლეილერი, რომელმაც დაკვირვების ობიექტად აიღო არა დემენცია პრეკოქსის დროს არსებული კლინიკური მდგომარეობა და გამოსავალი, არამედ პიროვნების ცვლილება. სწორედ მან შემოიტანა ეს ცნობილი ტერმინი აუტისტური აზროვნება, შესანიშნავი წიგნიც დაწერა თავის დროზე და თქვა, რომ ეს არის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია არა ის სიმპტომები უბრალოდ გამოხატულება. ანუ ძირითადად ეს არის პიროვნების ფანტასტიკურ სამყაროში გასვლა, ანუ უფრო სწორად ფროიდის მიხედვით არაცნობიერით ცხოვრება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ ის ერიყება რეალურ სამყაროს და ანუ გარეთ, ხო, აუტისტურად ცხოვრობს. არასწორი, პარალოგიური, არალოგიკური, ანუ არა ჩვენთვის კანონად მიღებული აზროვნების სტერეოტიპები, ესე აზროვნებს სხვანაირად. ამიტომ ძირითადი ამ დაავადებისთვის არის არა ის, რომ ჭკუასუსტობით თავდება აპატო-აბულიური. სხვა შორის კრეპელინი იმდენად პატიოსანი ფსიქიატრი იყო, რომ მან თქვა, რომ 17%-ში სპონტანურად გამოდის დადებითად ეს დაავადება. და 30%-მდე დაახლოებით შედარებით დუნე და კეთილთვისებიანი მიმდინარეობა აქვს. იმდენად პატიოსანი კაცი იყო, რომ თუმცა თავისი მეცნიერული ბიოგრაფიის ბოლოს უარი თქვა თავისი. მაგრამ ამიტომ მან შემოიტანა ტერმინი შიზოფრენია, ანუ სქიზოფრენია.
სხიზის ნიშნავს ბერძნულად გახლეჩას, ფრენ სული. ანუ სულის შიგნით სულის გახლეჩა ხდება. და ის რითიც ეს გამოვლინდება, ეს უკვე ძალიან სხვადასხვა რითი გამოვლინდება ბატონო? ამიტომ რა მოხდა? ეს სწორედ ეს მიგდა, გამოვლინდება იმ კლასიკური 4 ფორმით, რომელიც კრეპელინმა აღწერა, ანუ მარტივი ფორმა, კატატონიური, ჰებეფრენიული და გამოვლინდებოდა უბრალოდ და საზოგადოებამ რომ მარტივად აღიქვას. ასე იყო. დიახ. დაახლოებით 2000 წლების ბოლომდე, უფრო 90-იან წლებამდე. რატომ? იმიტომ რომ როგორც კი გამოყენებული იქნა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხედვა ბლეილერის, აღმოჩნდა რომ ეს დაავადება არა მარტო ესეთი ავთვისებიანია, არამედ მას აქვს უფრო დუნეთმავალი, კეთილთვისებიანი მიმდინარეობა, ამიტომ შემოვიდა ტერმინები ნევროზის მაგვარი შიზოფრენია, ფსიქოპათიის, ანუ პიროვნების ცვლილებების მაგვარი შიზოფრენია, ლატენტური შიზოფრენია, დუნეთ მიმდინარე. ამიტომ იცით, ეს ტერმინი გახდა ძალიან ფართო. და საკმაოდ დიდი პროცენტული რაოდენობა მიიღო დაავადებულთა შორის და სხვათა შორის ჯერ კიდე 80-90 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 3 ძირითადი დაავადებაა მძიმე, რომელიც ინვალიდობით თავდება. პირველი ეს არის პარაპლეგია, შემდეგ არის ავთვისებიანი სიმსივნე და შემდეგ არის შიზოფრენია. ანუ შიზოფრენია თავისი გავრცელებით, იმ სიმპტომებით, რომელიც თქვათ უფრო აღწერა კრეპელინმა და გარკვეულად გააფართოვა იასპერსმა. ანუ უნარშემზღუდავია. გარკვეულად უნარშემზღუდავია, მაგრამ ეს უნარშემზღუდულობა არის გამოხატულიდან შეუმჩნებლამდე. მაგრამ დღეს მაგალითად ამერიკული სტატისტიკით ის ფორმები, რომელიც შეტანილია თანამედროვე ეგრეთ წოდებულ მეხუთე კლასიფიკაციაში, ამერიკულ DSM-5 ქვია მას, კლასიფიკაციაში, მათ აქვთ ესეთი სტატისტიკა. მსოფლიოს ჩატარებული კვლევით. ყოველი 295 ადამიანი ამათ არის შიზოფრენიით. ეს საკმაოდ დიდი, სამი 0.4-დან 0.7%-მდე. ამიტომ ეს გავრცელებული დაავადებაა და ამან გამოიწვია ორი გზა, ასე ვთქვათ. პირველი უფრო დეტალური კვლევა კლინიკის და პიროვნების ცვლილების და ამიტომ შეიქმნა ცნება აუტიზაციის, როგორც არა შიზოფრენიისთვის მხოლოდ დამახასიათებელი ცვლილებების. ამიტომ ეს ტერმინები, როგორც იყო ლატენტური შიზოფრენია, ნევროზის მაგვარი შიზოფრენია, ეს გადავიდა შიზოტიპურ აშლილობებში. და გამოეყო აბსოლუტურად იმ კლასიკურ შიზოფრენიას, რომელიც აღწერა კრეპელინმა. აგრეთვე მოხდა მეორე მიმართულებითაც, რომ ძიება იმისა, თუ რა ხდება ამ დროს. ერთადერთი მეტნაკლებად რეალური მტკიცებულება ნეირობიოლოგიური ცვლილებებისა არის დოფამინის მომატება. სხვა შორის, ამან გამოიწვია ძალიან საინტერესო ასეთი კონცეფციაც, რომ გარკვეულმა ჯგუფმა ამერიკელი ფსიქიატრებისა შემოიტანეს ასეთი წინადადება, რომ მოდი იცით ტერმინი შიზოფრენია საერთოდ ნუ ვიხმართ და ვიხმაროთ ტერმინი დოფამინერგული სისტემის დარღვევა. ან ვთქვათ დეზორგანიზაცია, ან რაღაცა. არ გვინდა ეს სიტყვა, იმიტომ რომ ეს სიტყვა იმდენად ასე ვთქვათ გახდა ხალხისთვის ცნობილი და პოპულარული, რომ ის გახდა უკვე გარკვეულად სტიგმის საფუძველი. და სტიგმის საფუძველი, რა თქმა უნდა. მოდით სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ვნახოთ, როგორ მოვემზადეთ ჩვენ გადაცემისთვის და ჩვენ ვკითხეთ საზოგადოებას. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა საზოგადოების რეაქცია ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებით, როგორია მათი რეაქცია და მოდით ვნახოთ ერთად, როგორ გამოიყურება ის დიაგრამა, რომელიც ამას აღწერს. საზოგადოება რას ფიქრობს? არის თუ არა სტიგმა ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებით? და პასუხები იყო დიახ, ნაწილობრივ არა, არ ვიცი.
გამოკითხულთა 77%-მა თქვა, რომ დიახ, ჩვენ საზოგადოებაში არის სტიგმა. ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებით ნაწილობრივ არის სტიგმა 21%-ის აზრით, 8% თვლის, რომ არ არის სტიგმა და მხოლოდ 4%-მა უპასუხა არ ვიცით. ასახავს რეალობას ეს სურათი. მე მგონი ასახავს რეალობას ერთი შეკითხვის, ასეთი კითხვის ნიშანი ჩნდება. ნაწილობრივ რას ნიშნავს? დიახ, სავარაუდოდ ალბათ ეს ზოგიერთ კატეგორიაც დაავადებაზე არის სტიგმა ალბათ და ზოგიერთზე, ნევროზზე მაგალითად სტიგმა ალბათ არ არის, იმიტომ რომ ნევროზი ახლა ასეთი გამოთქმაც არის, რომ ფსიქიატრთან რამიდო და ნევროზი მჭირდა. ეგეთ ავერი ნევროპათოლოგთან. სავარაუდოდ მაინც საზოგადოებაში უმრავლესობას ეს არ არის მარტო ჩვენ საზოგადოებაში. საერთოდ ამას ჭირდება გარკვეული პერიოდი ალბათ საზოგადოების გაცნობიერება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ფსიქიატრია როგორც დარგი დახურული იყო, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის. ამიტომ აი სწორედ ის რასაც მე მოგახსენეთ და მინდა ეს თემა ისევ გავაგრძელო დაკავშირებით ვთქვათ გარკვეულ ვთქვათ ამ პრობლემებთან. დიახ. ის რომ ვთქვათ არ იყო ეგეთი ტენდენცია იმისა რომ შევცვალოთ მოდი ტერმინი ან რაღაცა იცით ცოტა შევარბილოთ ეს იმიტომ რომ ვთქვათ გარკვეული სტიგმა არსებობს. ეხლა აშკარად ტენდენცია რაც მიდის უკვე მე-20 საუკუნის ბოლოდან 21 საუკუნეში. ეს არის კლასიფიკატორულ სისტემაში გარკვეული ტენდენცია შიზოფრენიის, ასე ვთქვათ, ჩაჩუმების თუ შეიძლება ვთქვათ. მაგალითად, კატატონია ერთ-ერთი ფორმა შიზოფრენიის, რომელიც კალბოუმმა აღწერა და კრეპელინმა შეიტანა შიზოფრენიაში და არც სხვა ფსიქიატრები უარყოფდნენ მის არსებობას. დღეს ამერიკულ კლასიფიკაციაში გამოტანილია საერთოდ როგორც ცალკე სხვა დაავადება და ქვია კატატონია. ანუ ის ვისაც ემართება მოტორული, ეგრეთ წოდებული კატატონიური გამოვლინებები, იმას შიზოფრენიის კატატონიური ფორმა კი არა აქვს, ეს კატატონია. ბატონ გოგი, ჩვენ მოგვიწევს განმარტოთ რაღაც საკითხები, იმიტომ რომ საზოგადოებისათვის, აი რა არის მაგალითად კატატონიური გამოვლინება? კატატონიური გამოვნებები არის მაგალითად სტუპორი, გაშეშება კატატონიური, ან ფსიქომოტორული აგზნება არაადეკვატური. ეს როგორც წესი ჯდებოდა კატატონიურ ფორმაში, ეხლა ეს მთლიანად ამოიღეს, გადადეს გვერდზე, რომ არ არის შიზოფრენია. მაშინ რა ნიშნები, რა გამოვლინებებია ისეთი, რომელიც ვაფიქრებინებს? ძირითადად მაინც რჩება პიროვნების ცვლილება. როგორ იცვლება ამ პიროვნები? აპატოაბულიური. ეს ადამიანი იკეტება საკუთარ თავში, წყვეტს კონტაქტს საზოგადოებასთან, არ არის სოციალურად აქტიური, ნაკლებად ზრუნავს საკუთარ სოციალურ, ასე ვთქვათ, წარმატებებზე ან წინსვლაზე. ანუ ურთიერთობები არ არის. ურთიერთობები არ აწუხებს მას და პირიქით ღლის. მას ურჩევნია, ну თქვა ძალიან ელემენტარულად ეს საზოგადოება, რომ ვთქვათ, მე მყავს ერთი ნაცნობი ესეთი, რომელმაც როდესაც ძალიან ცნობილი მუსიკოსი ჩამოვიდა კონცერტით, მე უთხარი რომ წავიდეთ, მე თქვენ შენ ხო ხარ მაგის მოყვარული და არ მინდა ვაგერ ფირფიტები მაგ დავждები და მოვსვი. აი დაახლოებით ესეთი ვარიანტი. აი რაც ბლეილერმა თქვა, ჩემ სამყაროში, იქ ფანტასტიკურ სამყაროში, ჩემ შიდა სამყაროში განმარტოება არაადეკვატურია ხშირად რეალური სამყაროსი და ყველაზე საინტერესოა ის, რაც იგივე ბლეილერმა აღნიშნა, რომ აუტისტური აზროვნება ნორმალურ აზროვნებასთან პარალელურად მუშაობს. ანუ ეს ადამიანი ხშირად არტოვებს შთაბეჭდილებას ავადმყოფის. უბრალოდ განკვირვებს ის, რომ ეს არის უფრო თავში ჩაკეტილი, ბევრი შეუძლია გააკეთოს და არ აკეთებს, შეუძლია მეტი აქტივობა გამოიჩინოს და უფრო მეც მიაღწიოს, მაგრამ მას ურჩევნია განმარტოვებით იყოს. მერე ეს თანდათან უფრო და უფრო მძიმდება და ადამიანი საერთოდ კარგავს კონტაქტს არა მარტო საზოგადოებასთან, არამედ თავის უახლოეს ადამიანებთან და უკვე თავსაც, ასე ვთქვათ, თავის თავზეც აღარ ზრუნავს. აი ეს არის უკვე გარკვეული დეფექტური გამოვლინება ამ დაავადების. დღეს ეს შეიძლება ვთქვათ, რომ არის შიზოფრენია. მაგრამ აი ეს ვარიანტები, რომლებიც ძალიან სხვადასხვა სახის არის და სხვადასხვა რეგისტრის. აი დღეს ფსიქიატრების დიდი ჯგუფი ცდილობს გამოიტანოს ამ ტერმინიდან
რომ შეამციროს გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება თავად დიაგნოზის მიმართ. გამომდინარე იმ თქვათ სტიგმიდან, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ეს გაითვალისწინეს ექიმებმა, შეცვალეს დაავადების ასე ვთქვათ, კლასიფიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ახლა თქვენ ბრძანეთ გათვალისწინება. მე ვფიქრობ, ახალი ცოდნის გათვალისწინება ყოველთვის ერთნაირად საჭიროა, იმიტომ რომ საზოგადოებამ ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით იცის, რომ ამ დაავადების მართვა შესაძლებელია, ამა თუ იმ დაავადების დაძლევა შესაძლებელია, განკურნება შესაძლებელია, ან შემსუბუქება შესაძლებელია. რა ხდება შიზოფრენიასთან დაკავშირებით? დიახ, ამასთან შესაბამისად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული დიდი სტატისტიკური კვლევა ჩატარდა ეს დაახლოებით 90-იან წლებში, სადაც ასეთი სტატისტიკაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში რემისია 77%-ს აღწევს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 37%-ს. როცა უფრო დეტალურად იქნა განხილული ეს სხვაობა, აღმოჩნდა, რომ უბრალოდ განვითარებულ ქვეყნებში, ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბევრი თქვათ ასეთი განვითარებული ქვეყნის, იქ მაღალ დონეზეა ფსიქიატრული დახმარების სისტემა. ანუ მედიკამენტებიც არის, მედიკამენტების მიწოდებაც უპრობლემოა, არსებობს სპეციალური რეაბილიტაციული ცენტრები, თქვათ ამბულატორიული ცენტრები, სოციალური ადაპტაციის ცენტრები, რაც არ არის სამწუხაროდ იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიური სიდუხჭირია და ამიტომ იქ უფრო ხშირია. ამიტომ ეს აშკარად ჩანს, რომ ეს არ არის ის დაავადება, რომელიც უსაშველოა, ასე თქვა. შეიძლება მისი დაძლევა, იმიტომ რომ ასეთი დაავადება ძალიან ბევრია, არა ფსიქიატრიული, ხო? დიაბეტი რო ავიღოთ, გიპერტონია და სხვადასხვა. ქრონიკული პრობლემები. თუ ქრონიკული პრობლემებს შენ უკეთებ ორგანიზაციას მათ, ვთქვათ, მოვლას თუ შეიძლება სიტყვას, იგივე ეხება შიზოფრენიასაც. მე ვისარგებლებ შემთხვევით, ბატონო გოგი და გკითხავთ. ძალიან ხშირად დაავადებებთან დაკავშირებით ექიმები ჩვენ გარკვეული სქემით ყვებით ხოლმე, შესაძლოა გამომწვევი მიზეზები, მე როგორ ვითარდება აი პათოგენეს რო ვიძახით, მე როგორ ვლინდება და ასე შემდეგ. და ამავე დროს ხშირად მიუთითებთ ხოლმე, რომ დაავადებასთან მიმართებაში გვაქვს ცოდნა, რომ კონკრეტული სქესის მიმართ, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. ანუ აქვს გენდერული თავისებურება, აქვს ასაკობრივი თავისებურება. შიზოფრენიას ეს ეხება? როგორც წესი, კლასიკური შიზოფრენია იწყება პოსტპუბერტალურ ასაკში. ანუ გარდატეხის შემდგომ. უფრო დაბალ ასაკში, მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. სადაც 25-35 წლის ასაკიდან მამაკაცებში და 30-დან 40 წლის ასაკში ქალებში. და სხვა ასეთი თქვათ ის ეტიოლოგიური ფაქტორი მონახული არ არის, მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო ეს ამერიკული კვლევების შედეგად მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ნუ შეიძლება გაგვაკვიროს, იმიტომ რომ მაგალითად ასეთი ციფრია 44.7% შიზოფრენიით დაავადებულებისა არიან ჰაშიშის მომხმარებლები. ესე იგი, ჰაშიში ალბათ არ იწვევს ანაშა, თქვათ, შიზოფრენიას, მაგრამ ის ასტიმულირებს იმ ფარულ, როგორც ჩანს, რაღაც რისკებს, რომელმაც შეიძლება ეს დაავადება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს. ყოველ შემთხვევაში ძალიან საგულისხმო ასოციაცია. ჩვენ არ ვლაპარაკობთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე, ხომ ასეა ბატონო გოგი? დიახ, მე მინდა ერთი რამე გითხრათ, დაახლოებით 20-30 წლის წინანდელ იგივე ამერიკულ სახელმძღვანელოებში იქ იყო 5-7% მითითებული. თანამედროვე ლიტერატურაში უკვე 55%-მდე ადის. ეს ძალიან სერიოზული მაჩვენებელია. ძალიან საინტერესო. გენეტიკაზეც ერთი წინადადებით მე ვიცი რომ ძნელია, მაგრამ ჩვენი დროის გათვალისწინებით. კი ბატონო. გენეტიკას რა წვლილი აქვს შიზოფრენიის დიაგნოზში? თვლიან რომ სადღაც 30%-მდე არის იმ შემთხვევაში თუ მშობელი ალბათ არის შიზოფრენიით და უფრო მეტი 50%-ზე მეტი თუ ორივე მშობელი ალბათ არის.
მაგრამ არის აქ მეორე ვარიანტი, იცით? არა გენეტიკური კი არა, აღზრდითი. ბავშვი იზრდება ავადმყოფ მშობლებში, რომელთა ცხოვრების სტილი ბავშვისთვის არის ის, როგორც უნდა, ხო, მაგალითი. ასე თვლის ზოგიერთი ფსიქიატრი. როლური მოდელი, როგორც გენეტიკური ამეთ მოდელი. დიახ. რომელსაც ის მიყვება ბავშვობიდან და მე უკვე ამ მოდელით აგრძელებს ცხოვრებას. ასეთი მოსაზრებაც არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოგი. დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის, ჩვენ გადაცემასთან მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, ამ კვირეულთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებისათვის გვეთქვა, რომ გვახსოვდეს ასეთი დიაგნოზი და რაც თავარია მეტი გულისხმიერებით მოვიქცეთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შესაძლოა ასეთი დიაგნოზი აქვს, ან ოჯახში ყავს ამ დიაგნოზის მქონე ადამიანი. მაყურებელ შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ბატონი გიორგი ნანეიშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გვალოდება. ჩვენი კვებით შუქნიშანი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ზოგად რეკომენდაციებს გიზიარებთ ხოლმე. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, ერთი მარტივი მიზეზის გამო. თითოეული ჩვენგანი არის განსაკუთრებული, თითოეული ჩვენგანი არის ერთადერთი განუმეორებელი და ზოგადი რეკომენდაციები აუცილებლად მოითხოვს საკუთარ თავზე მორგებას. თუნდაც იმის გათვალისწინებით, როგორია ჩვენი ინდივიდუალური გემოვნება, როგორია ჩვენი ჯანმრთელობის პარამეტრები, ასაკობრივი და სქესობრივი ნიშნით, როგორ უნდა იყოს ჩვენთვის საკვები შერჩეული და მრავალი სხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი რეკომენდაციები მაშინ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ფართო საზოგადოებისათვის და გასათვალისწინებელია ერთი ადამიანისათვის ამ საერთო კანონზომიერებიდან მთავარი ცოდნა იმისა, რომ ცხოვრების წესის ყველა ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო და შეხამებაა საჭირო ადამიანის ცხოვრების უკეთესი ხარისხისთვის და ადამიანის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის. მით უფრო, როდესაც ჩვენ კვებას ფიზიკურ აქტივობას ვუხამებთ, ძილს, სტრესის მართვას, ვითვალისწინებთ წონის სტაბილურობას, ვითვალისწინებთ წყლის ყოველდღიურ მოხმარებას, სასარგებლო და ნაკლებად სასარგებლო პროდუქტების შერჩევას ვცდილობთ ხოლმე, მაგალითად მაშინ, როდესაც საუბრობთ მასტიმულირებელ საშუალებებზე და ასე შემდეგ. ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის მენტალური მდგომარეობა არის საყურადღებო და განსაკუთრებით საყურადღებო სწორედ ცხოვრების წესის ამ ფაქტორების გათვალისწინებით. ძილის დარღვევა შეიძლება იყოს დაკავშირებული ფსიქიკურ დიაგნოზთან, დიახ. ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული დიაგნოზთან, დიახ. წონის მერყეობა, წონის მკვეთრი მატება, ან მკვეთრი კლება, დეფიციტური მდგომარეობა შეიძლება იყოს ფსიქიკურ დაავადებასთან დაკავშირებული. დიახ, რასაკვირველია, ალკოჰოლის მიმართ გადაჭარბებული ლტოლვა, ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება და ფსიქიკური მდგომარეობა არის ერთმანეთთან კავშირში. რასაკვირველია, ალკოჰოლი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და სხვაგვარად შეუძლებელია. არის თუ არა, მაგალითად, ენერგეტიკული სასმელების ან ტკბილი პროდუქტების, განსაკუთრებული გემოს მქონე პროდუქტების ინტენსიური გამოყენება დაკავშირებული ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან. დიახ, არის დაკავშირებული. მაგალითად, ცხიმის და სხვა საკვები ნივთიერებების ურთიერთთანაფარდობის შერჩევა ადამიანის მიერ შეიძლება იყოს გარკვეული მინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ჭრილში. აღმოჩნდა, რომ კი, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადად, რა სჭირდება ადამიანს ფსიქიკური წონასწორობისთვის, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ცოდნა და ის პრინციპები, რომელიც ჩვენს გადაცემაში არაერთხელ მოგისმენიათ, მაგრამ დღეს სრულიად განსხვავებულად მინდა ჩამოვაყალიბო. დიახ, 5 ფერის 5 ჯგუფის პროდუქტების გამოყენება. ეს არის ის წონასწორობა, რომელიც ყველასათვის ერთნაირად რეკომენდებულია. მიუხედავად დიაგნოზისა და მიუხედავად ცალკეული პროდუქტების მიმართ დამოკიდებულებისა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ჩამონათვალთან ერთად საგანგებოდ ვითვალისწინებთ წყლის, ცხიმის მოხმარებას ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.
დიახ, ჩვენ გვჭირდება წყალშემცველი პროდუქტები, წყალი და წყალშემცველი პროდუქტები, რომელთა სისტემატური გამოყენება ბოლოს და ბოლოს სითხის ნაკლებობისაგან გვიცავს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ზოგიერთ პროდუქტს, განსაკუთრებით კონკრეტული სახის ცხიმებს, მაგალითად ომეგა-3-ის შემცველ პროდუქტებს შეუძლია ანთების რისკი მკვეთრად შეამციროს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ გქონდეს ცოდნა. მაგალითად, გავიხსენოთ, რომ ადამიანისთვის ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი თანამედროვე მტკიცებულებით ყველა სისტემის ჯანმრთელობის ჭრილში არის ყველაზე მეტად რეკომენდებული. ისევე როგორც გასათვალისწინებელია ეგრეთ წოდებული დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად. უფრო მეტიც, თანამედროვე მედიცინამ დაადგინა, რომ ამ ორი მოდელის გაერთიანებით ჩვენ შეიძლება ყველაზე კარგად ვიზრუნოთ ჩვენს თავის ტვინსა და ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ეგრეთ წოდებული mind diet-ით, რომელიც აი ამ ორი მოდელის გაერთიანებას და საერთო პრინციპების გამოყენებას გულისხმობს. მაგრამ მოდით შევხედოთ ახლა ბანერს, რომელიც გამოჩნდა ჩვენს ეკრანზე. რა არის ეს პროდუქტები? თითოეულ თქვენგანს კარგად ეცნობა ეს პროდუქტები და იცის, რომ სიტყვათა შეთანხმება, სწრაფი კვება პირდაპირ არის ამსახველი ამ პროდუქტების ერთიანობის. დიახ, თანამედროვე საზოგადოებისათვის სწრაფი კვება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა, როდესაც სწრაფად მომზადებული პროდუქტები არის ჩვენს რაციონში ხან იშვიათად, ხან სისტემატურად ზოგიერთი ადამიანი ამ პროდუქტებს რეგულარულად კი მოიხმარს. რითია საყურადღებო? სწრაფი კვების პროდუქტებში როგორც წესი გამოყენებულია დიდი რაოდენობით მარილი, შაქარი, ნაჯერი ცხიმი, ტრანსცხიმი. ეს პროდუქტები შეიცავს ბევრ ფუჭკალორიას და ნაკლებ საკვებ ნივთიერებებს. ამდენად ამ პროდუქტების მოკლე დახასიათება შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ და ამიტომ არ მოგწონს სწრაფი კვება. ამიტომ არ ვურჩევთ სწრაფ კვებას ფართო საზოგადოებას. მაგრამ მე ვთხოვთ, რომ ყურადღება მიაქციოთ ტერმინს სწრაფად კვებას. სწრაფი კვება გულისხმობს გარკვეულწილად სწრაფადაც კვებას, მაგრამ სწრაფად კვება შეიძლება იყოს სრულიად სასარგებლო კვების მოდელის შემთხვევაში, ანუ საკვები პროდუქტები არის სწორად შერჩეული, მაგრამ მათი სწრაფად მირთმევა არის ძალიან საყურადღებო მდგომარეობა. არის თუ არა სწრაფად მირთმევა ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული? ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფად კვება შეიძლება იყოს ფსიქიკური დიაგნოზის ერთ-ერთი გამოვლინება. მაგრამ არა ყოველთვის. თანამედროვე ცივილური ადამიანისათვის, როდესაც ყოველდღიური რუტინა, ძალიან დატვირთული რიტმი და ის სწრაფე, რომელსაც ითხოვს ჩვენგან ყოველდღიურად ცხოვრება, გვაიძულებს ძალიან სწრაფად მივირთვათ საკვები. არ აქვს მნიშვნელობა ასეთ შემთხვევაში მოცულობას, ადამიანი ძალიან სწრაფად გადასანსლავს ხოლმე ამა თუ იმ ულუფას. არადა ჩვენს ტვინს აქვს ასეთი თავისებურება. არსებობს დანაყრების სიგნალები. დანაყრების სიგნალები რომ ამოქმედდეს და ჩვენ რომ გავაცნობიეროთ ეს სიგნალები, დაახლოებით 20 წუთია საჭირო. წარმოგიდგენიათ ლუკმის მიღებიდან, საკვების მიღებიდან 20 წუთის განმავლობაში გარკვეული პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში, რომლის შემდეგაც ტვინი გვეუბნება, რომ დიახ, დანაყრების სიგნალი მიღებულია და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვგრძნობთ იმას, რომ საკმარისია საკვები და ზოგჯერ საკმარისზე მეტიც. მაგრამ ასე არ ვიქცევით. სწრაფად კვების შემთხვევაში ჩვენ ამ სიგნალებს არ ველოდებით. თავად სიგნალებიც აგვიანებს და ადამიანი ძალიან სწრაფად იღებს იმაზე მეტ ულუფას, ვიდრე მას სჭირდება. ან იღებს ისეთ საკვებს, რომელიც მას არ სიამოვნებს და არ სჭირდება. და ამაში, აი ამ წონასწორობის დარღვევაში გასათვალისწინებელია სულ ცოტა სამი მექანიზმი მაინც. მაგალითად, სწრაფად კვების შემთხვევაში ჩვენ ვერ ვახერხებთ სათანადოდ გავაანალიზოთ ჩვენი შეგრძნებები და ყველა ის გრძნობათა ორგანო, რომელიც საკვების მიღება და გადამუშავებაში არის ჩართული, ამ დროს ზარალდება, რადგან ვერ ახერხებს სინქრონულად, ერთდროულად მოგვაწოდოს ინფორმაცია. არა და მექანიზმი საკვების მიღებისა და მისგან მიღებული სიამოვნებისა სწორედ ამას უკავშირდება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ დარღვეული წონასწორობა ენერგეტიკული თვალსაზრისით, რაც აუცილებლად აისახება
ჩვენი სხეულის მასის ინდექსზე. ანუ ჭარბი წონა და სიმსუქნე შეიძლება იყოს მხოლოდ იმით განპირობებული, რომ ადამიანი სისტემატურად ძალიან სწრაფად ჭამს და აი ამ სწრაფი კვების პერიოდში ვერ ახერხებს საკვები როგორც ინფორმაცია გააანალიზოს, ვერ ახერხებს გააკონტროლოს საკვების ულუფა და ვერც იმას მიაქციოს ყურადღება, როგორ აღიძრა მის თავის ტვინში დანაყრების სიგნალი. და არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს გახლავთ ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისა და კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ სწრაფად კვება, ისევე როგორც სწრაფი კვება, აზარალებს ჩვენს შეგრძნებებს, აზარალებს ჩვენს წონას, აზარალებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, აღმოჩნდა, რომ სწრაფად კვება მკვეთრად აზარალებს შეგრძნებებს, აზარალებს წონას და აზარალებს ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. განსაკუთრებით საგულისხმო ეს არის იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც სწორედ სწრაფად კვების დამსახურებით გაუჩნდა დისკომფორტი საკვების მიღების შემდეგ, რეფლუქსი. ასეთ დროს კიდევ უფრო საგულისხმოა არსებული პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რომელსაც დამატებით ტვირთად ჩვენ სწრაფად კვება დავუწესეთ. და როდესაც საუბრობთ წონასწორობაზე, აღმოჩნდა, რომ სწრაფად კვებას, ისევე როგორც სწრაფი კვების პროდუქტების გამოყენებას, აქვს ძალიან მაღალი რისკი, რომ დაარღვიოს მთავარი წონასწორობა. წონასწორობა, რომელიც ჩვენი ორგანიზმის შიგნით არის თითქოს უხილავია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ხილულ ცვლილებებს იწვევს. დიახ, ეს არის ნაწლავის შიგნით წონასწორობის დარღვევა, დარღვეული მიკრობიოტა, მიკრობიომი და შესაბამისად დარღვეული ჩვენი ჯანმრთელობის წონასწორობა. ეს გახლავთ ის უცნაური თითქოს უხილავი ჯაჭვი, რომელიც მხოლოდ ერთი რგოლის სწრაფად კვების დამსახურების შემდეგ შეიძლება აეწყოს და რომელმაც შეიძლება თავის მხრივ ძალიან ბევრი უსიამოვნო მოვლენის და დიაგნოზის ახალი ჯაჭვი აწყოს. დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები სწორედ ამას უკავშირდებოდა. მე ამით გემშვიდობებით ფრთხილად შევარჩიოთ პროდუქტები, სწორად მოვამზადოთ და მივირთვათ დინჯად სულ ცოტა 20 წუთის მანძილზე. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბრის მთავარი სათქმელი და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ.